საზეიმო ღვთისმსახურება და წყალკურთხევის რიტუალი დღეს ნათლისღებაა. საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში დილიდან სადღესასწაულო წირვა აღავლინეს. სახარების მიხედვით ამ დღეს მდინარე იორდანეში იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელმა მონათლა. ნათლისღება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ტაძრებში დიდი აიაზმის წესით შესრულდა წყლის კურთხევა, მორწმუნებს ნაკურთხი წყალი სახლებში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. ტრადიცია 1 წელს დაირღვა ბათუმში, სადაც ნათლისღების ღამე ზღვის წყალი აკურთხეს და განბანვის რიტუალი შეასრულეს. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე დიდ აიაზმაში ჯვრის სამჯერ წყალში ჩაშვებით მამა ილია ნასიძემ მღვდელმთავრებთან ერთად წყლის კურთხევის მსახურება შეასრულა. წყლის კურთხევა ნათლისღების დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მრევლი განსაკუთრებულად ელოდება. ამ დღეს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და 1 წლის განმავლობაში იყენებენ. ტრადიციულ წყლის კურთხევამდე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა. მამა ილია ნასიძემ ნათლისღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დღესასწაული გილოცავ დღევანდელ დღეს ნათლისღების წყინვალე დღესასწაულს. ეს წყალი, რომელიც იკურთხა დღევანდელ დღეს, უფალმა აკურთხა ყველაფერი და მოგცა. უნდა იხმიოთ ყოველ დილას საფისკვერთან ერთად უნდა მიიღოთ და ესევე ყველა თქვენთაგანს როგორც პატრიარქმა გვაკურთხა უნდა აიღოთ და ასხუროთ თქვენ ოთახებში ყველგან ეს წყალი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამ დღესასწაულს ღვთის გაცხადებასაც უწოდებენ, რადგან საეკლესიო სწავლებით ამ დღეს პირველად გაცხადდა წმინდა სამება. დღევანდელი დღე არის სულიერი განახლების დღე, მიტევების დღე, სინანულის დღე და განსაკუთრებულად მინდა მიულოცო ყველაზე სასურველ ნათლიას მთელ ზედამიწაზე, ჩვენო უწმინდესობა, ჩვენო ტკბილო სულიერო მწყემსო, გილოცავთ ნათლისღებას, მრავალს დაესარით, ბედნიერად იყვნენ თქვენსა და თქვენი ნათლულებით და თქვენგან დალოცული საქართველო. დღევანდელი დღე ასოცირდება ძალიან დიდ სითბოსთან, სისპეტაკესთან, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე და აი როგორი თოვლიც არის დღეს, ესეთი მაცხოვარმა როგორი სიხარული და ლამაზად მოგვიწყო დღევანდელი ნათლისღება, ასე გვეცხოვროს თითოეულ ჩვენთაგანს. ბათუმში ნათლისღების დღესასწაულის ზღვაში შესვლის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს. ღამის 12 საათზე სასულიერო პირებმა ზღვის წყალი აკურთხეს. სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე შეიკრიბა. პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით მაშველები აკონტროლებდნენ. ტრადიცია საფუძველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჩაუყარა. ნათლისღებას გილოცავთ. საუკეთესოს გისურვებთ ყველაფერს. თელ საქართველოს უსურვებს საუკეთესოს. ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება და რაც თავარია მშვიდობა იყოს ქვეყანაში. ეს არის ეს ტრადიცია, რომელიც ახლა აღესრულება არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის დაარსებული ჩვენს ქალაქში. ამიტომ ეს გარკვეული სახალხო დღესასწაულად იქცა ეს ტრადიცია და გვეთო მრავლს დაგვესწროს და ჯანმრთელობით და სიყვარულით. წყალში განბანვის რიტუალი ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება.